ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის მუშაობის განსაახლებლად სენატში ჩატარებული კენჭისყრა კვლავ ვერ შედგა. 14 ოქტომბერს სენატში ფედერალური მთავრობის დაფინანსების დროებითი ხარჯების შემცირების შესახებ ინიციატივა ვერ მიიღეს, რადგან ხმა მხოლოდ 59 წევრმა მისცა. კენჭისყრა გაიმართა ბიუჯეტის დასამტკიცებლადაც, თუმცა კანონპროექტის მისაღებად საჭირო 60 ხმა ვერ მოგროვდა. დემოკრატიული პარტია კვლავ მოითხოვს კანონპროექტში ჯანდაცვისა და სადაზღვეო ბარათების სუბსიდიებისთვის ხარჯების გამოყოფას. ამერიკელებს სურთ გაიგონ, როგორ არ აინტერესებს დონალდ ტრამპს ჯანდაცვის საკითხები, ნახონ რა საკეთებს ის დღეს ოვალურ კაბინეტში. მისმა ადმინისტრაციამ არგენტინის დასახმარებლად გადასახადების გადამხდელთა მიერ გაღებული 20 მილიარდი დოლარი იმ დროს დაამტკიცა, როცა მთავრობას მუშაობა შეწყვეტილი ჰქონდა. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: თუ ამ ადმინისტრაციას უცხოური მთავრობისთვის 20 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი, როგორ შეუძლიათ თქვან, რომ არ აქვთ ფული მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის ხარჯების შესამცირებლად? ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა 1 ოქტომბერს შეწყვეტა და ამ დრომდე არ აღუდგენია. ასობით ათას დასაქმებულს არაანაზღაურებად შებულებაში გასვლა მოუწია. შეერთებული შტატების მოქალაქეებს, ასევე ტურისტებს სამთავრობო სერვისებზე წვდომა არ აქვთ. მიუხედავად რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის აშკარა კონფლიქტისა, წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერს ჰაკიმ ჯეფრის რესპუბლიკელ კოლეგებთან მოლაპარაკება სურს. ტრამპისა და რესპუბლიკელების მიერ ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების მე-14 დღეა. წარმომადგენელთა პალატისა და სენატის დემოკრატები კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც მთავრობის მუშაობის განახლების შესაძლებლობას მოგცემს. ასევე უნდა შევთანხმდეთ ხარჯებზე, რომლებიც რეალურად დააკმაყოფილებს ამერიკელი ხალხის საჭიროებებს და მოაგვარებს რესპუბლიკელების მიერ შექმნილ ჯანდაცვის კრიზისს. მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შევხვდეთ ჩვენს რესპუბლიკელ კოლეგებს, რათა გამოსავალი ვიპოვოთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს ადგილი კაპიტოლიუმში იქნება თუ ოვალურ კაბინეტში, თუმცა ორ კვირაზე მეტი ხნის წინ თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ რესპუბლიკელები ჩუმად არიან. დონალდ ტრამპმა მეტი დრო გოლფის მოედანზე გაატარა, ვიდრე კაპიტოლიუმის ბორცვზე დემოკრატებთან საუბარში. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ფედერალური თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების გამო თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისის წინ მოქალაქეებმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა შეკრებაც მოაწყვეს. ისინი გმობენ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას და მოუწოდებენ ხალხის რეალური პრობლემები გაითვალისწინონ. თუმცა რესპუბლიკურ პარტიაში განსხვავებული პოზიცია აქვთ. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის თქმით, მოსალაპარაკებელი არაფერია და თუ დემოკრატებს საუბარი სურთ, ჯერ მთავრობის მუშაობის აღდგენას უნდა დასთანხმდნენ. ვითარებას გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. იგი ყველა იმ პროგრამის გაუქმებას აპირებს, რომლებიც დემოკრატებს მოსწონთ. მისი თქმით, დემოკრატიულ პარტიაში არეულობაა და არც კი იცის, ვისთან უნდა გამართოს მოლაპარაკება. დემოკრატებს გზა აებნათ, მათ ლიდერი არ ყავთ. ისიც კი არ ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე, ვის ვესაუბროთ. თავადაც არ იციან, რას აკეთებენ. რესპუბლიკელებმა არაერთხელ მისცეს ხმა სუფთა და არაპარტიულ კანონპროექტის მიღებას, რომელიც მთავრობის მიერ მუშაობის განახლების საშუალებას იძლევა. ჩვენ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ნამდვილად კარგი ჯანდაცვის სისტემა გვაქვს. დემოკრატები ამას ხელკედად იყენებენ. უკანასკნელად დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს 2018 წლის ბოლოს ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა 35 დღის განმავლობაში შეაჩერა.